ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტეს აღდგომის მადლი და ძალა გფარავდეთ ჩემო ძვირფასებო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნების ვიდეოლში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერის ხელმოწერით, რომ აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს მიეცათ საქართველოში შემოსვლის უფლება და სულ რამდენიმე ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება მინისტრის მოადგილემ კერძოდ, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია და საქმე გვაქვს სპეკულაციასთან, რომ პირიქით ჩვენ ვამკაცრებთ უცხოელების შემოსვლასო. ჩემო მეგობრებო, მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნებს შემოსვლის უფლება მოსახლეობას რამდენიმე წლის წინ არის მიცემული ოცნების მმართველობის დროს. ახლა ნების ვიდეოლში სულ ცოტა ცვლილებები შეიტანეს და ოდნავ რაღაც თითქოს გაამკაცრეს, მაგრამ სინამდვილეში მეგობრებო, ეს არის თუ კარგად დააკვირდებით პოლიტიკურ ცხოვრებას, ეს არის პიარი ისევ ქართული მოსახლეობის მოსატყუებლად, რომ არ იქა ვამკაცრებთ. სინამდვილეში მეგობრებო, როგორც შემოდიოდნენ, კვლავ ისე შემოვლენ, ეს არანაირ წინაღობას არავის არ შეუქმნის ახლანდელი მიღებული გადაწყვეტილება. ხოლო ოცნების პროპაგანდისტებს კი მიეცათ საშუალება იმისა, რომ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირონ ხელისუფლების პოლიტიკას უცხოელების შემოსვლასთან მიმართებაში და რეალობას კი თუ შევხედავთ, ჩემო ძვირფასებო, რეალობა კი ასეთია. ქუთაისის კი, რომელიც საუკუნეების მანძილზე და შუა საუკუნეებშიც კი, სადაც მონათა ვაჭრობა რო იყო საქართველოში, არაქართული ქალაქი არასოდეს ყოფილა. დღეს უკვე დაიწყო პროცესი, რომ უცხოელებით ივსება ქალაქი ქუთაისი. თბილისი აღარ არის საუბარი. გეტოებია გაჩენილი დედაქალაქში, სხვადასხვა ეროვნებების გეტოები. ომები მზადდება უკვე, ომებისთვის ემზადება აზიური სახელმწიფოები, პაკისტანი, ინდოეთი ერთმანეთთან, ისრაელი, ამერიკის მხარდაჭერით, ირანთან და ასე შემდგომ და სხვაგანაც ომების მიმდინარეობს სერიას ასე შემდგომ. მე გეკითხებით მეგობრებო, ეს ტალღა საწავა, ტოლვილების ტალღა საწავა. სოფლები ცარიელია, მიიხეთ მოიხედეთ, ვინც თბილისში ცხოვრობთ, ახლა და სოფელში გამოხედვა არ გინდათ, თქვენ არ მოგმართავთ, მაგრამ ვისაც სოფელთან შეხება გააქვთ, მიიხეთ მოიხედეთ, მეგობრებო, სოფელი ცარიელია. სკოლები ცოტა ხანში გაუქმებას დაიწყოს, ბავშვი აღარ ეყოლებათ. შეხედეთ რა კატასტროფული მდგომარეობა არის, მიიხეთ მოიხედეთ. ახალგაზრდები გაქცეულია ქვეყნიდან. ეს ამ სახელმწიფოს ქართული ოცნების ბოლო 3 წლიანი პოლიტიკის შედეგია, გააგრძელა შევარდნაძე სააკაშვილის პოლიტიკა ამ მიმართულებით. ნარკოტიკებმა ვინც დარჩენილია, ახალგაზრდა ნარკოტიკებმა, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ რო ელაპარაკები, ცივი თვალებით, რა ქვია, შუშის თვალებით გიყურებს უკვე ახალგაზრდა. ხო ხედა, ხო ვიცით ეს. და თურმე ყველაფერი კარგია, ყველაფერი იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი იგზია. ვინც ხართ მეგობრებო დარჩენილი, რომ ამ უბედურებას ხედავთ და ვინც ამას აცნობიერებთ, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად ტრობს ქვეყანაზე, ერთადერთი მათი მიზანი არის პულის კეთება, ვინც ამას აცნობიერებთ, აუცილებლად უნდა იპოვოთ ერთმანეთი, უნდა შევძლოთ ერთმანეთის პოვნა. ხვალ მეგობრებო, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვექნება. აღარ იქნება ეს სახელმწიფო. არანაირი ევროპა და არანაირი რუსეთი, აქ იქნება აზია. ცოტა ხანში და აქ აზია იქნება. ამ უბედურებას ხო ვაცნობიერებთ, თუ ვერ ვაცნობიერებთ. ოცნებისტები გასაგებია, კაცო, ფულს ღებულობენ პროპაგანდისტები და აძლევს ფულის წყარო გააჩნია და მაგრამ ვინც დარჩენილები ხართ რა? ვისაც ტკივათ კიდე საქართველო, ვისაც ტკივათ კიდე ქვეყნის გენოციდი, ვისაც ტკივათ კიდე დაცლილი სოფლები, ვისაც ტკივათ კიდე არაქართული მოსახლეობა. ვინმე არაქართულთან კი არ მაქვს პრობლემა, მაგრამ საქართველო ქართველებისა პირველ რიგში დალოცვილი. ქართული კულტურა უნდა იყოს, აქ და ქართული წესი და რიგი. ვინც ხართ დარჩენილი კიდე? ჩემო მეგობრებო, აღარ ხართ ბევრი დარჩენილი სამწუხაროდ, ვისაც ეს ქვეყანა ტკივათ. და ვინც დარჩენილები ხართ, ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ. ერთმანეთის ხარდამხარ უნდა ვიყოთ და უნდა ვეცადოთ
ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი სამშობლოს გადარჩენა შეიძლება ვეღარც გადავარჩინოთ, გეთანხმებით, არაფილიშვილო, მაგრამ თუ არ ვიბრძოლებთ, როცა წარვდგებით უფლის წინაშე მოგვეკითხება და თუ ვიბრძოლებთ, უფლის წინაშე რო წარვდგებით, აღარ გამტყუნდებით. ასე რომ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. აუცილებლად ეს ჩვენი ვალდებულება არის. ქრისტე აღდგა, მეგობრებო, ეშმარიტად აღდგა. ხარავდეთ აღდგომის სალადამართლე.